სასოწარკვეთილი ადამიანის იმედი. თან უკვე ვიცოდი, რომ რაღაცა არ იყო კარგად საქმე. შემდეგ ვიცოდი, რომ გულს ათვალიერებდა და მე გამიმართლა, იმიტომ რომ თუ ამას გამართლება ჰქვია, ორსულობაში ვეგავიგე დიაგნოზი. ხან შიში, ხან იმედი და ალბათ ეგეთ მდგომარეობაში ჩემი თავი არასდროს არ მინახავს და არც ვნახავ. გულის პრობლემის დროს წოვაც არ შეიძლება. რომ არ დაიღალოს ფიზიკური დატვირთვა, ხო, და ჩემი ბრძესაც ბოთლით ვაძლევდით. აპარატზე იყო და პლუს ამას პნევმონია, ინფექცია. რა დაგეხმარა ამ პერიოდის გადატანაში? რწმენა. მე ამ ისტორიამ და ჩემმა გამოცდილებამ დამანახა რა არის ზღვარი. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე ვარ მარიამი. დღეს თქვენს წინაშე ვართ საკმაოდ ემოციური, მძიმე და ისეთი ისტორიით, რომელიც დარწმუნებული ვარ, გულგრილს არავის დატოვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ქალისთვის არ იქნება მარტივი მოსასმენი. დღეს ჩვენი სტუმარია ანენო, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გაიარა ბედნიერ დედობამდე. უშულობა, ინვიტრო განაყოფიერება, მარტოხელა დედობა, შემდეგ გულის მანკი, რომელიც მის პატარას აღმოაჩნდა და ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, ყველა ქალისთვის არის ურთულესი გადასატანი. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სპონსორს, ეს არის Farfit, რომელიც ზრუნავს ყოველი ჩვენგანის ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ძალიან ორგანული, უგლუტენო, ულაქტოზო, უშაქრო პროდუქციის ასორტიმენტით. დავიწყოთ, მოგესალმები ანანო. მოგესალმებით. პირდაპირ კითხვი არ არის მარტივი ამ ეპიზოდის წაყვანა. მინდა რომ დავიწყო ესეთი კითხვით. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 7 წელი არ გიჩნდებოდა ბავშვი. დაგეგმილი იყო, მკურნალობდი, აი ეს პროცესები რომ მოგვიყვა. დაგეგმილი იყო თავიდანვე, ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი, რომ მინდოდა ბევრი შვილი. სულ ოცნებობდი, აი თამაშებიც კი ისეთი მქონდა ბავშვობაში, რომ სულ თოჯინები შვილი, ხო, დედა ვიყავი და მყავდა ბევრი შვილი. უკვე ოჯახის შექმნის შემდეგ თავიდანვე მე და ჩემო პარტნიორმა გადავწყვეტეთ, რომ გვინდოდა შვილი. პირველი პერიოდი დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას. ნუ ბუნებრივად ახლა თავიდან გონია, რომ უბრალოდ შეიძლება იგვიანებს. ხო, რაღაცა ნორმად ჩავთვალე პირველი წელი ალბათ. მერე უკვე რაღაცნაირი უკვე ყოველი კალენდრული იმედგაცრუება ძალიან ძაბავდა და მივედი შესამოწმებლად. იქ ყველაფერი რიგზე იყო, მეც მეუკლეც შევემოწმეთ. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ცოტა ხანი მოიცადეთ, სადგეჩქარებად, ყველაფერი იქნება. ნუ გავიდა 1 წელი, გავიდა 2 წელი, გავიდა 3 წელი, მერე ისევ მივედი. მოკლედ ამ 7 წლის განმავლობაში უამრავ ექიმთან აღმოჩნდი. ბევრი პროცედურა ჩავიტარე, ოპერაცია. თუ ესე დიაგნოზი არაფერი არ იყო ის. იცი, აი ხან რას მეუბნებოდნენ, ხან დას. ხან ეს არის პრობლემა, ხან ეს არის პრობლემა, მოდი ეს გავიკეთოთ, მოდი ეს გავიკეთოთ, მოდი ეს და ყოველი პროცედურის მერე რაღაც იმედის ჩაწვეთება, რომ აი ახლა დადგება ის შედეგი, რაც უნდა იყოს. მერე უკვე რაღაც 3-4 წლის მერე უკვე ძალიან განცდებში ვიყავი, იმიტომ რომ პლუს ამას ემატებოდა გარემოს ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ ქვეყანაში ახასიათებთ. რაღაცა რატომაც ეს ფრაზა რო აქვს ხოლმე ძვირფასი. რამე ახალი ხო არის. რატომაც გონიათ, რომ პირველივე თვიდან 9 თვის ორსული უნდა იყო და ეს რაღაც ძალიან უტაქტო კითხვა, არაპირებთ რამე, ესე ძალიან თრგუნავდა და მოკლედ საბოლოო ჯამში ამ 7 წლის მერე რაღაც რელიგიურ რაღაცებსაც მივმართე, უკვე ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, მეგონა რომ მინდა მიწაზე დადებული ლიმონს თუ შევჭამდი, ისიც ყველაფერი ვცადე მოკლედ. და ბოლოს უკვე მივხვდით, რომ ეს რაღაცაშია საქმე და არ გამოდის ესე და გადავწყვიტე ინვიტრო გაგვეკეთებინა მე და ჩემო მევიკვლევ. შინაგანად როგორია უშულობასთან ბრძოლა, როცა აი გარედან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ და ნორმალურად ჩანს, მაგრამ ერთის მხრივ რა თქმა უნდა შენი შიშები გაქვს და შენი ტკივილები და მეორეს მხრივ აი ეს გარემო სულ ახდენს აი ამ ზეწოლას. ძალიან რთულია. რთულია, იმიტომ რომ მაინც
ვიღიმით, ყოველდღიურ საქმეებს ვაკეთებთ, მუშაობთ, ვცდილობდი ყოველში მე პირადად რომ ოჯახის წევრებისთვის არ მომეხვია თავზე ის განცდები, რაც მქონდა და რაღაცნაირად მარტო ვცდილობდი გამკლავებას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩემს ფსიქიკაზეც აისახა შფოთვები, დეპრესია, ეს ყველაფერიც მოიტანა ამ პრობლემამ. და რამდენადაც ვიცი თერაპიულ დახმარებას მიმართე ამ დროს. კი, მიმართე და მგონია რომ სირცხვილი არ არის ვითხოვოთ შველა და როდესაც ხვდებით რომ გჭირდება დახმარება, აუცილებლად უნდა ვითხოვოთ ის და მე გამიმართლა საკმაოდ კარგი თერაპევტი შემხვდა. რაღაც პერიოდი მედიკამენტური მკურნალობაც იყო, ამის გარეშე არ გამონდის კი, როცა ასეთ თუ პრობლემებს ეჯახები ძალიან რთულია. იყო მომენტი აი ესეთი, როცა აი ცუდად არ მინდა გამოგივიდეს, არის ხოლმე რომ აი შენ ელოდები ამდენ სწვალობ, ამდენ სიბრძვი და აი გაიგე რომ ვიღაცა ძალიან მარტივად დაორსულდა და ორსულად არის. ან არ ვიცი, ისიც ძალიან მტკივნეულია რომ აი ამ ბრძოლებში ჩვენ ვართ და უცებ გავიგეთ რომ ვიღაცა დედამ ბავშვი მიატოვა. იცი რა, ძალიან რთულია ჩემთვის ამის აღიარება, მაგრამ ეს ვაღიარე თავის დროზე და არც ადამიანური მგონია. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდიდი. კი. ქონდა ხოლმე ეს გარშემო, როცა ვიგებდი რომ ვიღაც ორსულად იყო, ხისი ბედნიერება ჩემ ტკივილთან ასოცირდებოდა და ძალიან. კი, იმიტომ რომ შენ მაგდროს ადამიანს რაღაცნაირი უსამართლობის განცდა გაქვს, რომ აი მე რა დავაშავე. კი, რატომ სულთან დამსდევდა, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვიგებთ ბევრ ისტორიას, რომ რაღაცა ბავშვები მიატოვეს, რაღაც დაუშავეს და სულ მქონდა ეს განცდა, რომ რატომ ეძლევათ ესეთ ქალებს. ხო, დედობის ბედნიერება და მე აი ესე ეს პერიოდი როგორ აისახება წყვილის ურთიერთობაზე? ეს წყვილს ან აერთიანებს, ან პირიქით. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ჩვენ შემთხვევაში მოხდა რაღაც პერიოდი გაგვაერთიანა, მაგრამ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ საბოლოოდ ვერ გაუძლო ჩვენმა ურთიერთობამ და იცი რა მინდა კითხო, ამ დროს ხალი უფრო ძლიერია და კაცს რა ემართება, უნდა რომ გაიქცეს პრობლემას, უნდა რომ გაიქცეს პასუხისმგებლობას, თუ აი შენ რა ხდება შენი აზრით? ძალიან რთულია ჩემთვის მაგაზე პასუხი გაქცეთ, იმიტომ რომ მე როგორც ქალმა შემიძლია ვისაუბრო, ხო. შეიძლება ყველაფერი ერთად, შეიძლება პირიქით არ არიან ქალები და ვერ განიცდიან იმას, რასაც ჩვენ განვიცდით და მცდელობები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ზოგს გამოსდის, ზოგს ვერა. ხო, თან მგონია რომ ქალისთვის ეს მაინც რაღაცა ინსტინქტურ დონეზე სხვა გარემოებაა და სხვა შინაგანი შეგრძნებებია და აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაცა უფრო სხვანაირად ვდგებით, უფრო ძლიერად ესეთი პრობლემების წინაშე. ყველაზე რთული კითხვა, რასაც გისვამდნენ აი ამ პერიოდში, როცა ორსულად არ ხარ, ეს იყო როგორი აპირებას ახდენდი? თავიდან, სხვათა შორის თავიდან ვცდილობდი ძალიან ზრდილობიანი ყოფილიყავი და მე თქვა რომ ჯერ არ ვაპირებთ. შემდეგ უკვე როცა გავაცნობი რომ პრობლემა მაქვს და გვაქვს, მაშინაც ამ პასუხს მივმართავდი რომ ჯერ არ ვაპირებთ. მერე აგრესიაში გადამეზარდა და როცა დავაპირებთ გიხრი. დაახლოებით ეგ იყო. მერე უკვე იმასაც ვეუბნებოდი ადამიანებს, ვინც მაგ კითხვას მისვამდა, რომ ეს არის ძალიან უტაქტო კითხვა. მერე ვეუბნებოდი რომ იცით რა, მაქვს პრობლემა, ჩემი გამჭიროებია და ამ კითხვით არ უნდა მიმართოთ არავის. ეს ჩემთვის არის ძალიან უცნაური რაღაცა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ქალს გამოგვივლია აი ეს ზეწოლა საზოგადოებისგან, როცა გისვამენ, რომ აი არ ელოდები და იცი რა დამთგნელია და მოდიხარ და მეორე წუთში კიდევ იგივე კითხვას სვამ. აი, რატო ჩემზე მეტად ხარ დაინტერესებული, რომ დავურსულდე თუ რა არა. რამდენიმე თვეში ადამიანებს, ქალებს მუცელი ეთყობათ და შეიძლება მაგით გაიგო, ხო. ხო, ძალიან რთულია, ბევრი უშვილო წყვილისგან ვიცი იგივე, რომ აი ეს კითხვა არის ყველაზე მტკივნეული, თუ კი რამე შეიძლება კითხო. ისედაც შენი გაგჭიროებია და იქიდან კიდევ ვიღაცა მოდის. ქონია ესეთი შეგრძნება, რომ აი გინდოდა დანებებულიყავი და აი всё, გავჩერდები, აღარაფერს აღარ ვცდილობ. რა თქმა უნდა, კი, ქონია ეგეთი დანებება კი არა, საერთოდ გაქრობა მინდოდა, მაგრამ დედობის სურვილი ალბათ უფრო ძლიერი იყო.
ხო, აი ლოგიკურადაც გადავედით, ინვიტროს გადაწყვეტილება იმედი იყო თუ სასოწარკვეთილება? ალბათ სასოწარკვეთილი ადამიანის იმედი. მე ვიცი, რომ ზოგს რამდენიმე მცდელობა ჭირდება, მალევე დადგა შედეგი. ხო, პირველივე წაზე გამოგვივიდა. ერთად მიიღეთ შენდაშენმა მეუღლემის გადაწყვეტილება თუ მხოლოდ? კი, რა თქმა უნდა, ერთად გადავწყვეტეთ. შემდეგ ისტორია რო გავაგრძელოთ, ანუ ემბრიონები გამოვიდა და შენ შორდები მეუღლეს. კი. ესე მოხდა. როგორ გადაიტანე ეს პერიოდი? რთულად. იცით რა არის, როდესაც ბევრი წელი რაღაც ამისთვის ხართ, ამისთვის იბრძვით შენ და შენი პარტნიორი, ბევრი რაღაცის გადატანა და გადალახვა გიწევთ და უკვე რომ მიზანთან ახლოს ხარ მაგ დროს როცა მთავრდება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, დარწმუნებული ვარ მისთვისაც, თუმცა ხო ეს ხდება ყველაფერი ხო, მაგრამ აი გაჩნდა იმის შიში, რომ ეხა მარტო მიწევს ამ ყველაფრის წინაშე დგომა და უნდა დაიბადოს ბავშვი და მე მარტო ვარ. კი, რა თქმა უნდა, ეგ შიში თავისთავად იყო და ასეც მოხდა კიდეც და საკმაოდ ისეთი აი ქალისთვის ორსულობა არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი და ბევრი რაღაცა იცვლება შემდეგ უკვე. ამიტომ ხო თან რთული იყო, მაგრამ შედეგი რაც მივიღე, ყველაფერი ღირდა რა თქმა უნდა. მაინც ღირდა, რა თქმა უნდა. ორსულობისას მეხუთე თვეზე შენ გაიგე რომ მძიმე დიაგნოზი ქონდა ბავშვს. მოგვიყევი ეგ ამბავი. სხვათა შორის ეგეც რაღაც დედის ინსტინქტია, იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგთან ექიმი ვინც მყავდა, იქ მართავდით ორსულობას და ეხოსკოპიაზე არაფერი არ ჩანდა. მე მქონდა რაღაც უცნაური შფოთვა, რომელსაც ვერ ვხსნიდი, რატომ მქონდა და მეგონა რომ რაღაცა იმდენად რთულად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, რომ ესე მარტივად მიკვირდა. რომ რატოა ყველაფერი მარტივად და რაღაცა ხდება, არ ვიცი, ესეთი შეგრძნება მქონდა და ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა, იმიტომ რომ ბევრი ბრძოლის შემდეგ სიმშვიდე რო ისაგებდღურებს, გონია რომ ეგ არანორმალურია. შენი ტვინი შეჩვეულია იმას რა ქვია პრობლემებს და სიმშვიდე უკვე აშინებს, მაგრამ შენ რაღაცა ეტყობა ისეც ქონდა წინად გრძნობა. კი, ძალიან გამძაფრებულად მქონდა შფოთვა და დიდი ხანი ვიძახდი რომ მოდი სხვა ექიმთან გადავამოწმოთ და რაღაც მომენტში უკვე რომ პიკზე იყო ჩემი შფოთვა, გადავწყვიტე წავსულიყავი სხვა ეხოსკოპისტთან. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია, წლების წინ მან დედა ჩემი გადაარჩინა და შემდეგ უკვე მე და დასაწყისი როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად ორგანოების შემოწმება, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით და რაღაც მომენტში იყო დუმილი. და ამ დუმილის დროს მიხვდი რომ რაღაცა ვერ იყო. კი, მივხვდი. და რაღაცნაირად უსასრულოდ გაგრძელდა ეს დუმილი მისგანაც და ჩემგანაც, იმიტომ რომ ვერ დავსვი კითხვა. რატო იყო დუმილი და რო გააჟღერო მაგისაც გეშინია. თან უკვე ვიცოდი რომ რაღაცა არ იყო კარგად საქმე. შემდეგ ვიცოდი რომ გულს ათვალიერებდა მაგ მომენტში და კითხებ რომ გული აი ძალიან ძიმე რაღაც უნდა კითხო შეიძლება რას ფიქრობდი იმ მომენტში რომ აი რა შეიძლებოდა დიაგნოზი ყოფილიყო აი არ ვიცი იცი რა არის ორგანოებს ასახელებდა ეხლა ამას ვათვალიერებ ეხლა ამას ვათვალიერებ თან ხუმრობდით ვიცინოდით და ეხლა გული დავიწყოთ და ვიცოდი რომ გულს ათვალიერებდა მაგ დროს და მივხვდი რომ გულის პრობლემა იყო და ცოტა ხანი ვერ თქვი ვერაფერი და შემდეგ კითხე რომ გულია თქო და კი მითხრა შემდეგ ვიღაცას დაუძახა, აჩვენა რომ შენც ხედავო, იმიტომ რომ გულის ეხო ნაყოფზე კიდე სხვა სპეციფიკაა და ღმერთის წყალობით მან ნახა ეს და უკვე დამაკვალიანა, სად უნდა წავსულიყავი მეორე დღესვე. აი ეგ გზა რომ მოგვიყვანა, ეს დიაგნოზი გაიგე და მერე რა პროცესი იწყება, არ ვიცი.
ალბათ ინფორმაციის მოძიება ალბათ დაგეგმვა, ხო? რა თქმა უნდა, მე გამიმართლა, იმიტომ რომ თუ ამას გამართლება ჰქვია, ორსულობაში ვეგავიგე დიაგნოზი და მქონდა დრო იმისთვის, რომ მომეძიებინა ინფორმაცია, შემერჩია ექიმები, გადამეწყვიტა საქართველოში გამეკეთებინა ოპერაცია თუ საზღვარგარეთ წავსულიყავით, ვიღაცებს არ ეძლევათ ამის საშუალება და ეს რომ მითხრა, როგორ უნდა მომხდარიყო, რომ შენ იმშობიარებდი და მერე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია? ჩვენ შემთხვევაში ესე იყო, მითხრეს რომ პირველივე ან დღეს ან კვირას უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია. რაზე იყო ეს დამოკიდებული? იცით, საერთოდ 200-მდე გულის მანკის სახეობა არსებობს და ყველა მანკი ინდივიდუალურია და ჩვენ შემთხვევაში ისეთი პრობლემა იყო გულზე, რომ სუნთქვის პრობლემა შეექმნებოდა და მალე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია და ამიტომ მითხრეს ეს ვადები. თუმცა შემდეგ უკვე რო გაჩნდა სხვანაირად განვითარდა ყველაფერი, მაგრამ მზად ვიყავი პრინციპში ყველა ეტაპისთვის, რაც გავიარე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ დამეგეგმა ყველაფერი და ვისარგებლებ თქვენით და ჯოენის კლინიკას მინდა უდიდესი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მართლაც სასწაულმოქმედები არიან და ყოველდღიურად უამრავი ბავშვის სიცოცხლეს არჩენენ და გადაგარჩინეს თქვენც. ნამდვილად კი. შენი მეუღლე ამ პერიოდში თუ იყო შენს გვერდით? იცით რა არის? ფიზიკურად კი. ფიზიკურად კი და ცდილობდა და ყოფითი რაღაცებით დამხმარებოდა, თუმცა ემოციურად ძალიან მარტო გრძნობდი თავს. ვინ იყო შენი დასაყრდენი ამ დროს? ჩემი დასაყრდენი დედა. დედა, რომელიც ალბათ სანამ შენ თვითონ არ გახდები დედა, ვერ დააფასებ დედის ძალას და ფასს და დედა ჩემი და ჩემი მეგობრები. არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს და ყველა რთული მომენტი გადამატანინეს მათ. ჯოენში რომ მიხვედი, რა პერსპექტივა დაგისახეს ექიმებმა, რომ რას უნდა დალოდებოდი, რა შეიძლება მომხდარიყო? ალბათ ყველა ექიმის ვალდებულება უარესისთვის მოგამზადოს და ჩვენ შემთხვევაშიც ეს ვარიანტიც განიხილებოდა. ანუ ყველაფერი გითხრეს ზუსტად, რა შეიძლება მომხდარიყო და აი რა იყო ეს? რომ არის შანსი რომ ოპერაციას ვერ გაუძლოს, შემდეგ ამას თუ გადაიტანს პოსტოპერაციის პერიოდი და უარესისთვისაც მოვამზადეს, თუმცა რა თქმა უნდა მაიმედებდნენ და მეუბნებოდნენ რომ ბევრად რთული შემთხვევები ყოფილა და მე მაინც მე თვითონ ვთხოვდი ექიმებს რომ ეთქვათ ყველაზე მძიმე რისთვის ყოფილიყავი მზად, იმიტომ რომ ძალიან მესმის შენი, იმიტომ რომ კი ყველაფრისთვის მზად გინდა იყო მაგ დროს და ანუ სიტუაციის განვითარების ყველა არ ვიცი პერსპექტივა გინდა იცოდე რომ რაღაცნაირად კონტროლის შეგრძნებაც გაქვს ალბათ ამ დროს. რომ მეგონა რომ მქონდა, მაგრამ ხო. ან გონია რომ კონტროლს მოიპოვებ ამით სიტუაციაზე. იყო თუ არა ამ შემთხვევაშიც ის ფიქრი რომ აი რატომ დამემართა მე მაინც და მაინც ესეთი რაღაცა. აი ამდენი რაღაცა გადავიარე და ეხლა კიდე ეს. რა თქმა უნდა, ძალიან ძაფრად მქონდა ბრაზის შეგრძნება ყველაფრის მიმართ, საერთოდ. ყველას და ყველაფრის მიმართ მქონდა ბრაზი, იმიტომ რომ თვლიდი რომ არ დავიმსახურე, თვლიდი რომ რატომ მე და ხო ბრაზი მქონდა. ეს თვეები როგორი იყო მშობიარობამდე? არ ვიცი, გარდა იმისა, რომ დაკავებული იყავი ალბათ ინფორმაციის მოძიებით და დაგეგმვით აი ამ ოპერაციის, უფრო რა აჭარბებდა შიში თუ იმედი? ხან ერთი, ხან მეორე. ხან შიში, ხან იმედი და ალბათ ეგეთ მდგომარეობაში ჩემი თავი არასდროს არ მინახავს და არც ვნახავ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ უსუსური, სასოწარკვეთილი, განადგურებული, რა თქმა უნდა არ ვიყავი მიტოვებული, მაგრამ ეგეთი განცდა მქონდა, რომ ყველასგან მიტოვებული ვიყავი. უფრო რაღაც ზებუნებრივი მესმის ძალიან კარგად, იმიტომ რომ მაინც გადატანას, როცა შეეხება ამხელა ტრაუმის და ამხელა, არ ვიცი, საშინელების, ამ გადატანაში მაინც მარტო ხარ და შენ რასაც გრძნობა, ალბათ სხვა ვერ იგრძნობს იმას, რასაც შენ განიცდი.
ეგრე გგონია ხო, რომ სხვა ვერ იგრძნობს, მაგრამ უამრავი დედა გავიცანი შემდეგ მსგავს მაგრამ შენი ტივილი შენია ამ დროს და გგონია რომ მარტო ხარ შენ ასე და ხო ძალიან რთული იყო. არავის არ უსურვებ, რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცის გავლას. დაიბადა ევა, უძლიერესი გოგო. ბევრად უფრო კარგი მდგომარეობით ვიდრე გვეგონა, თუმცა ვერ გავატარე მასთან პერიოდი, მომენტალურად გადაიყვანეს ჯოენის კლინიკაში და ერთი კოცნა შედგა ჩვენ შორის და წაიყვანეს. მე გავეწერე და მეც გადავედი ბავშვთან და დაახლოებით ერთი თვე გავატარეთ კლინიკაში, სადაც აკვირდებოდნენ, იგეგმებოდა შემდეგი ეტაპები და რახან ბავშვს არ ჰქონდა ესე მძაფრად სიმპტომები, გადაწყვიტეს რომ მოგვეცადა იქამდე სანამ გამოვლინდებოდა სიმპტომები, მოძლიერებულიყო რომ ოპერაციისთვის უფრო ყოჩაღად ყოფილიყო და ესე 4 თვემდე მივედით და 4 თვისას უკვე გაუკეთეს ოპერაცია. დანანო, იცი რა მაინტერესებს? შენ არ გაგივლია აი სტანდარტული პერიოდი, რასაც დედა გადის მშობიარობის შემდეგ. აი გარდა იმისა, რომ ბავშვი იყო მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, იყავით კლინიკაში, ხო? აი სხვა რა ხდებოდა? აი ლაქტაცია თუ შესაძლებელია ამ დროს, ან არ ვიცი, აი ესეთი რაღაც ლაქტაციაზე ვოცნებობთ მთელი ცხოვრება და რაღაც დედობაზე ოცნებისას ეს პერიოდი რაღაც ძალიან ჯადოსნურად წარმომედგინა და ეგრევე შესთავაზეს ბოთლი, იმიტომ რომ წაიყვანეს. ხო. 9 საათში უკვე და მე მქონდა მცდელობა რომ ხსენს, რასაც ეძახიან აპარატი, ვიცოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს და აპარატი გამოვიყენე, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ თუ ბავშვი არ წავს ძუძუს ბუნებრივად არ მოდის შემდეგ ძალიან რთულად მოდის რძე და ვიწველიდი ვატანდი კლინიკაში, შემდეგ უკვე იქაც ვიწველიდი, მაგრამ არ ყოფნიდა, თან მე სტრესი მქონდა საკმაოდ ძაფრად, თან ოპერაცია საკეისრო გავიკეთე და ოპერაციები ჯიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი და ნენელა გამიშრა რძე და თან გულის პრობლემის დროს წოვაც არ შეიძლება. რომ არ დაიღალოს ფიზიკური დატვირთვა, ხო და ჩემ რძესაც ბოთლით ვაძლევდით და რაღაცნაირად ესე თვემდე შევძელი რომ ცოტა ჩემი რძეც ყოფილიყო და ხო ეს საბოლოო ოპერაცია საბოლოო ჯამში რამდენ ხანში ჩატარდა? 4 თვის შემდეგ 4 თვის იყო ევა, როცა ოპერაცია გავუკეთეთ. დიდი ხანი გრძელდებოდა ოპერაცია? 5-6 საათი. მე ვერ წარმოვიდგენ იმ 5-6 საათს ვერანაირად, რა დღეში იქნებოდი შენ? მაგ დღეს ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო იმ ეზოში, სადაც ვიყავით და მათ გადამატანინეს ეგ 5-6 საათი. შეიძლებოდა რომ ოპერაცია სუდად ჩაევლო? რა თქმა უნდა. გითხრეს ეგ? რა თქმა უნდა. მაგრამ არ დამიშვია არც ერთი. და იქრე შეიძლებოდა სუდად დამთავრებულიყო? რა თქმა უნდა. ნებისმიერი ოპერაცია სარისკოა და მით უმეტეს 4 თვის ბავშვზე გულის ღია ოპერაცია. მაგრამ ერთი წამითაც კი არ დამიშვია რომ რაღაც შეიძლებოდა სუდად წასულიყო, იმიტომ რომ პირველი წამიდან ვიცოდი, ორსულობიდან ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იქნებოდა ძალიან კარგად და დიაგნოზის მერეც საკუთარ დედის განწყობაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში. და მგონია რომ ეს არის რაღაცნაირი ისეთი ენით აღუწერელი ძალა, რომელიც შვილს აძლიერებს. როდის მოგეცა ეს ძალა ორსულობაში თუ აი უკვე რომ იმშობიარე და დაინახე? ხო, გაჩნდა. იმ წამიდან მივხვდი რომ რაღაც საოცარი ძალა მოვიდა ჩემთან. როგორ ჩანს ორივესთან, იმიტომ რომ ევაც საკმაოდ ძლიერი გოგო გაიზარდა. ხო. და დასრულდა ოპერაცია და გამოდის ექიმი. ოპერაციამდე ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ საოპერაციოში უნდა აიყვანათ, მოთხოვე რომ მე წავიყვანდი და ავიყვანე იმ სართულზე, სადაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და ანესთეზიოლოგი გამოვიდა და მაგ დროს გამომართვა ჩემი შვილი და გადავეცი და აი მან მქონდა წამიერად ის მომენტი, რომ ეხლა შეიძლება წამიერი იყო.
მაგრამ ოპერაცია დასრულდა კარგად. ოპერაცია დასრულდა კარგად და შემდეგ დაიწყო ყველაზე რთული. იმიტომ რომ პოსტ ოპერაციის პერიოდი არის ყოველთვის ყველაზე რთული, ორგანიზმი რამდენად ბრძოლის უნარიანია და რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს და ეს კრიტიკული პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება? 8 დღე იყო ხელოვნურ კომაში. ხელოვნურ კომაში იყო მერე? კი, აპარატზე იყო და პლუს ამას პნევმონია, ინფექცია, ბევრი რაღაც დაგვემართა და ბევრი ვიბრძოლეთ და 15 დღე ვიყავით მთლიანობაში რეანიმაციაში და პნევმონია და ინფექცია საიდან? ახლავს პოსტ ოპერაციის პერიოდს გართულებები სამწუხაროდ და ესეც ამ ინფორმირებული ვიყავით, თუმცა მეგონა რომ ჩვენ არ დაგვემართებოდა, მაგრამ დაგვემართა და ამასაც გაუმკლავდა ჩემი ევა. საოცარი გოგოა და საოცარი გოგოები ხართ ორივე. მადლობა. და ხო 15 დღე ვიყავით რეანიმაციაში, ყოველ დღე 1 საათით გქონდა მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს საშუალება რომ გვენახა და მე უკვე პალატაში გადავედით და აი საბოლოოდ როდის გითხრას უკვე რომ ყველაფერი კარგად იყო. თუ ესე არ მოდის ეს ინფორმაცია და უბრალოდ რო დადიხარ შემდეგ შემოწმებაზე, მე უკვე სტაბილურდება ნელ-ნელა ალბათ ეს მდგომარეობა? კი, თუმცა მე უკვე ვიცოდი ოპერაციის მერე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხო, იმიტომ რომ პირველი დიდი ბრძოლა გადაიარეთ და გაიმარჯვეთ. შენ როგორი გამოხვედი ამ ყველაფრის შემდეგ? ვაი. ნატანჯი. ის პერიოდი საკმაოდძლიერად ვიდექი, მაგრამ აი როგორც კი ჩაწყნარდა სიტუაცია, მანდ ვეღარ გაუძლო ჩემმა სხეულმა ამ ყველაფერს და რაღაც პერიოდი ისევ თერაპია დამჭირდა. ეგ მე მგონი ის მომენტია, რომ როცა უკვე ყველაფერი გადაევლის, რაღაცნაირად მოეშვები და მოწყვეტა უფრო რაღაცა ისეთი სიტყვა. რა დაგეხმარა ამ პერიოდის გადატანაში? რწმენა. და მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მზაფრად მჯეროდა ამის. იცი რა მითხარი? ეხა რო უკან იყურები. გონია რომ შენ გადაიტანე თუ რაღაცნაირად ზღაპარივით ჩანს. ხო, მაქვს ხოლმე განცდა რომ რაღაც ხვის ისტორია ხვის ისტორია, ხო. ხო, როგორც კი ვიწყებ გახსენებას, მე ნენელა მოდის ის ემოციები რომ მახსენდება, მაგრამ რაღაცნაირად ჩავკეტე, დავხურე თავი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი შვილის ცხოვრებაში და ვცდილობ დავტკბე ყოველი დღით. მით უმეტეს ახლა როცა ევა მართლა კარგად არის და საშუალება გაქვს რომ გაიხარო ამ ბედნიერებით. არ ვიცი, ეგეთ მომენტში გგონია ხოლმე რომ ეს ყველაფერი ჩვენ თავს არ მომხდარა და მეორედ ალბათ ამას ვეღარ გადავიტანთ. იგივე რო დაგვემართა. საიდან მოდის მაშინ ის ძალა, როცა ეს გვემართება? მიფიქრია რომ რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რომ ვერ გავუძლო. რა თქმა უნდა ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე ამ ისტორიამ და ჩემმა გამოცდილებამ დამანახა რა არის ზღვარი, რისი გაძლება დაინახე? კი, რისი გაძლება შემიძლია, საკუთარი თავი ვიპოვნე და ახლიდან დავიბადე. აი ეს უნდა კითხო, როგორ იპოვე საკუთარი თავი ამ ხალ ბრძოლებში? თურმე ცხოვრებაში უმეტესი რაღაცა იმდენად უმნიშვნელოა. იმდენად არ ღირს დავხარჯოთ დრო და ენერგია უაზრო და უმიზეზო წვრილმანებში, ბევრად უფრო მასშტაბური პრიორიტეტები დაგილაგდა. რა თქმა უნდა. მესმის. ახლა მე შენ რო გისმენ, გულწრფელად უნდა გითხრა, რომ მე მგონია, რომ მაგას მე ვერ გადავიტანდი. მე მგონია, რომ შენ ხარ ძალიან ძლიერი ქალი. აი შენ თვითონ როგორ გწნობ? რაღაც პერიოდის წინ რო გეკითხა, ალბათ გიპასუხებდი, რომ საკმაოდ სუსტი ვარ, იმიტომ რომ მქონდა რაღაც ეპიზოდები, სადაც მართლა ძალიან დაცემული ვიყავი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ვარ გადარჩენილი და ძლიერი. ხო, მაგრამ ანანო ძალიან ადამიანურია, რომ არ ვიცი, წაიქცე. თავარია როგორ ადგები და შენ ადექი თან აი რამდენჯერ ადექი არ ვიცი მთელი შენი ისტორია არის დაცემა ადგომა ხო
ალბათ. და შენ ეს შეძელი მრავალჯერ მართლა არ ვიცი, ბევრი ვერ გადაიტანდა. რას ეტყოდი აი იმ დედებს, რომლებიც ახლა შენნაირ ამბებში არიან? მე ვიცი, რომ არსებობს რაღაცა community, რაღაცა ჯგუფები, სადაც გულისმანკის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები არიან. კი და სულ ვცდილობ, რომ ჩემი ისტორია გავუზიარო ქალებს. თან უკვე გარშემო ბევრმა იცის ჩემი ისტორია და ხშირად მე მიკავშირდებიან, რომ რაღაცნაირად დავაკვალიანო ამას წინათაც მქონდა ზარი, ახლობელმა მთხოვა და იმ გოგონას როცა ვესაუბრებოდი, ამეტირა. საკუთარი თავი გამახსენდა, მაგრამ საჭიროა ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა. არსებობს ესეთი ჯგუფი Facebook-ში, სადაც დედები მეც თავის დროზე ისინი დამეხმარდნენ და უზიარებთ ერთმანეთს ჩვენ დიაგნოზებს, რა გავიარეთ, როგორ გავიარეთ, რომ დრო არ დაკარგონ და ადვილად მობილიზდნენ. ქალებს ურჩევდი, ვინც პირობითად უშვილობის პრობლემასთან შეჯახებულ ადამიანებს უნდა იბრძოლონ. არასოდეს არ უნდა დანებდნენ. მე ვიცი ისტორიები ინვიტრო შემთხვევაში, როცა 5-ჯერ, 6-ჯერ იმედგაცრუების შემდეგ მე 7-ად გამოსულა და მე ეგეც მქონდა გეგმაში. ვურჩევ რომ არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შენი ამბავი ამას მოწმობს ყველაფერს. მაგალითია, კი და მინდა რომ ხო ჩემით იცოდეთ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს არ უნდა დანებდეთ და რაღაც როდესაც ძალიან გინდა აუცილებლად მოგეცემა. იცი რა არის, ალბათ ვისაც საყვარელი ადამიანი ცუდად ყოლია, ყველა ადამიანისთვის ნაცნობი იქნება შეგრძნება, როგორ აი არ ვიცი, რწმენას გმატებს, სტიმულს გმატებს და ძალას თითოეული ესეთი success story, რომ აი, არ ვიცი, ანანოს თუ გამოვიდა, მეც გამომივა. აუცილებლად. და ძალიან ისეთი შთამაგონებელი ისტორია, რომ კი უმტკივნეულესი, მაგრამ ანუ გამოგივიდათ და ეგ ნიშნავს ყველაფერს. კი. ეხლა როცა ევა უკვე კარგად არის, თუ დაგრჩა რაიმე ბრაზი, არ ვიცი, ვინმეს მიმართ, ან სამყაროს მიმართ, ან გარშემოყოფების. ეხლა უკვე აღარ. ეხლა გაშვებული მაქვს ეგ ყველაფერი კი. გიფიქრია იმაზე, რომ რაღაცისთვის საჭირო იყო, რომ ეს გზა გამოგევლო? რა თქმა უნდა. და რას ფიქრობ ისთვის? ზოგადად ცხოვრებაში თუ კი რამე ხდება, ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. იმიტომ რომ კიდევ რაღაცასთან ვართ მისასვლელები. ჩემ შემთხვევაშიც მგონია რომ ხო ეს პირველ რიგში ჩემი და ჩემი შვილის დედაშვილობისთვის რაღაც სხვა ხდება და სხვანაირი კავშირი გვაქვს. ეს აქედანვე გვეტყობა. და მეც ალბათ დღეს ის რაც ვარ, ეს უნდა გამეარა, რომ აქამდე მოვსულიყავი და კარგად ვარ. და როგორია ახლა აი ამ სიმშვიდით და ბედნიერებით ტკბობა, როცა ბავშვი კარგად არის, შენც დასტაბილურდი, ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. ვარ ძალიან მადლიერი. აქამდე მეგონა რომ ვიცოდი რა იყო ეგ სიტყვა და შეგრძნება მადლიერების, მაგრამ თურმე ეგ არ ყოფილა და ეხლა გულწრფელად ვარ მადლიერი ყოველი დღის, ყოველი წუთის. ჩემ გარშემო ყველა რომ არის ჯანმრთელი და ბედნიერი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანენა, ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიის გაზიარებისთვის. უმძიმესი ისტორია არის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მართლა, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანისთვის დარწმუნებული ვარ, არის ძალიან შთამაგონებელიც ასევე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ტკივილის ისტორია არ არის, ეს არის ბრძოლის, მუხჩაუხრელი შრომის, სიძლიერის ისტორია, რომელიც ყველას გვაძლევს мотивაციას, რომ ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და შენი და ევას ამბავი არის ამისი პირდაპირი მტკიცებულება, იმიტომ რომ ევა ახლა არის კარგად, ყავს უძლიერესი დედიკო და ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა და დარწმუნებული ვარ, კარგად გაგრძელდება. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება რომ ჩემი ისტორია გამეზიარებინა და იმედია დავეხმარებით სხვა ადამიანებს, ვინც მსგავს პრობლემას შეეჩეხა
იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, როდესაც ძალიან გინდა და იბრძვი ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ეპიზოდის წარმდგენი არის Fun and Fit-ი, ევროპული ბრენდი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღს აუზმებს, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და თვალიადევნეთ ჩვენს ძალიან შთამაგონებელ ისტორიებს და იმ პრობლემებს, რომლებიც ყველა დედისთვის არის ძალიან აქტუალური.